ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთის წინააღმდეგ ეროვნული გუნდის მაისურით მე-18 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ქართველმა ვარსკვლავმა თემურ ქეცბაია ჩამოიტოვა, რომელთანაც აქამდე მესამე პოზიციას იყოფდა 17 გოლით. გარდა ამისა, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ უფრო მიუახლოვდა საუკეთესო ბომბარდირს შოთა არველაძეს, რადგან სომხეთის წინააღმდეგ გამართული 2 მატჩის ჯამში 4-ჯერ გაიტანა და ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 20 გახდა. ფრანგული ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები ახალი შეფასების შედეგად საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელთა ფასები შეიცვალა. ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შემცირდა და 85-ის ნაცვლად ახლა უკვე 80 მილიონი ევრო ღირს. მიუხედავად ამისა, კვარაცხელია მაინც ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. სამაგიეროდ, ზურიკო დავითაშვილისა და ჟორჟ მიქაუტაძის ფასები გაიზარდა, ბოლო განახლების შემდეგ მათი ღირებულება 2 მილიონ ევროდ მოიმატა. ახლა ზურიკო დავითაშვილი 10 მილიონი ევრო ღირს, ხოლო მიქაუტაძის ფასი 18-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მინდა რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები უცვლელად დარჩეს. სავსე დინამო არენა და ეროვნული გუნდის ასეთი თამაში ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოსა და კვარას ვუსურვებ, რომ ნაკრების გოლების რეკორდი ახლო მომავალში მოხსნან და დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჯგუფში მოხვდნენ ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი. ოფიციალურად გამოქვეყნდა მომავალი წლის მატჩების განრიგი. სექტემბერი, საქართველო, თურქეთი, 4 სექტემბერი, საქართველო, ბულგარეთი, 7 სექტემბერი, ესპანეთი, საქართველო, 11 ოქტომბერი, თურქეთი, საქართველო, 14 ოქტომბერი, საქართველო, ესპანეთი, 15 ნოემბერი, ბულგარეთი, საქართველო, 18 ნოემბერი. ტურნირის წესების მიხედვით, ჯგუფის გამარჯვებული გუნდი პირდაპირ მოხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს დიდი ალბათობით პლეი-ოფის მატჩების ჩატარება მოუწევს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადება. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი ნაკრების გულშემატკივარს, რომელმაც სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო შექმნა. თქვენი მხარდაჭერა იგრძნობოდა და უდიდესი მოტივაცია მისცა გუნდს. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი ძალიან საწყენია. რამდენიმე გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა, რამაც შექმნა არასასურველი სიტუაცია როგორც მოედანზე, ისე სტუმარი გუნდის ტრიბუნასთან. ასეთი ქმედებები აზიანებს ქართულ ფეხბურთს, ამ ფაქტმა შესაძლოა UEFA-ს სანქციებიც გამოიწვიოს, რაც ჩვენს ნაკრებს და ქართველ გულშემატკივრებს ავნებს. მინდა მადლობა გადაუხადო სომხეთის ნაკრებს და მათ გულშემატკივრებს, რომლებმაც თბილისსა და ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას უმაღლესი დონის მასპინძლობისთვის. ფეხბურთი გვაერთიანებს და წარმატებას ქმნის. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარი. გიორგი მიქაუტაძე ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაშია, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი პროგრესი შეუძლია. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ სათამაშო დროს მიიღებს თავის კლუბში. ევროპის ჩემპიონატმა ყველას, მათ შორის მიქაუტაძეს, თავდაჯერება შემატა, რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის მისი მენტალიტეტი. მიხარია, რომ ის საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს. ამჟამად გიორგი ისეთი ფორმაშია, რომ რთულია მისი სათადარიგო სკამზე დასმა, ამიტომაც სხვა შემტევებმა ნაკლები სათამაშო დრო მიიღეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია. პირველი ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი გუნდისთვის. სწრაფად გავიტანეთ 5 გოლი და დიდ უპირატესობას ფლობდით. ბოლო რამდენიმე მატჩში კარგი შედეგები ვერ ვაჩვენეთ, ამიტომ გსურდა, რომ ეს ცუდი სერია დაგვესრულებინა. დღევანდელი მატჩი შედარებით იოლი ჩანდა, მაგრამ რეალურად ასე არ იყო. ახალ სათამაშო სტილთან ადაპტაციას დრო სჭირდება, თუმცა დავინახეთ, რომ სწორი მიმართულებით მოძრავართ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო, უფრო საინტერესო კონტენტისთვის.